საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით. სისხლის სამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ფულის გათეთრების მიზნით, რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმოები დააფუძნეს და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, ასევე ფიქციური დანიშნულებების მითითებით, პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე უკანონო დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21,5 მილიონი ლარის ეკვივალენტის სხვადასხვა ვალუტა უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს. ასევე ფულის გათეთრების მიზნით მათ ქართულ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების მცირე ნაწილი ფიქციური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით საზღვარგარეთ სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს. უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღდა. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა. გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენ პირებთან მიმართებით მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ტარდება. ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იურიდიული პირების შემთხვევაში კი ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.